მოგესალმებით. ავიაკომპანიები გვარწმუნებენ, რომ თვითმფრინავით მგზავრობა გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. სტატისტიკის მიხედვით ეს სიმართლეა, თუმცა ჩვენს დროში მაინც ხდება ავიაკატასტროფები. ეს ყოველივე კი ძალიან დიდი მსხვერპლით მთავრდება. ექსპერტიზის შედეგად ძირითადად სამ მიზეზს ასახელებენ: უამინდობა, ტექნიკური გაუმართავობა ან პილოტის შეცდომა. მაგრამ რა სიტყვით ისეთ შემთხვევაზე, როდესაც თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად უგზო-უკლოდ ქრება, თითქოს და ჰაერში ორთქლდება. ისტორიას მსგავსი შემთხვევები არაერთი ახსოვს. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით შემთხვევებს, როდესაც თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად უგზო-უკლოდ გაუჩინარდა. ასევე მოგიყვებით სხვადასხვა გავრცელებული ავიაკატასტროფების შესახებ. ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დასაწყისში კი გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. და როგორც ყოველთვის წინასწარ შეგახსენებთ, რომ ახლავე დაალაიქოთ ეს ვიდეო, რადგან ბოლოს შეიძლება დაგავიწყდეთ. დავიწყოთ. რეისი Malaysia Airlines 370. ალბათ არც ერთი სხვა თვითმფრინავის გაუჩინარების ამბავი არ ყოფილა ისეთივე გახმაურებული და მასშტაბური, როგორც მალაიზიური MH370-ის გაუჩინარება იყო. ამ შემთხვევის განხილვისას ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის 21 საუკუნის ცივილიზაციისთვის უჩვეულოდ განსხვავებული და იდუმალებით მოცული გაუჩინარების ამბავი, რადგან პრაქტიკულად ყველა კვლევა და გამოძიება ჩიხში აღმოჩნდა. ყველაფერი 2014 წლის 8 მარტს დაიწყო. მალაიზიის ავიახაზების Boeing 777 რეისის ნომრით MH370 კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინისკენ 00 საათსა და 41 წუთზე აფრინდა. ის დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 5 საათში უნდა ჩაფრენილიყო, მაგრამ მალაიზიის ავიახაზების ცნობით თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 1 საათზე ნაკლებ დროში დაიკარგა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 229 ადამიანი, 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის 2 გამოცდილი მფრინავი. თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო. ეკიპაჟის წევრები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო ფრენის მარშრუტზე ამინდი ოფიციალური გამოძიების თანახმად იდეალური უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი პილოტი მალაიზიელ ავიადისპეჩერებს დაემშვიდობა. ეს იყო სტანდარტული პროცედურა, რადგან თვითმფრინავი ვიეტნამის საჰაერო სივრცეში გადავიდა. ზუსტად 02 საათსა და 15 წუთზე მალაიზიურმა სამხედრო რადარმა MH370 ანდამანის ზღვის თავზე, ტაილანდის კუნძულ ფუკეთის სამხრეთით დააფიქსირა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თვითმფრინავმა მალაიზიის საჰაერო სივრციდან გასვლისთანავე კურსიდან მკვეთრად გადაუხვია და დასავლეთით დაგეგმილი მარშრუტის სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა. ზუსტად ამის შემდეგ Boeing 777 არსად აღარ ჩანდა, მისი კვალი უბრალოდ გაქრა. ის უბრალოდ არსად იყო, გაუჩინარდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში მთელი მსოფლიო საუბრობდა Boeing 777-ზე. გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ზოგიერთი საუბრობდა ტექნიკურ გაუმართავობაზე, თვითმფრინავის გატაცებას და პილოტის თვითმკვლელობაზეც კი, მაგრამ ეს ვერსიაც გაქარწყლდა, რადგან მოგვიანებით დადგინდა, რომ გადამცემი ვიღაცამ ხელით გათიშა თვითმფრინავში. ყველაზე რეალური ვარიანტის მიხედვით თვითმფრინავმა გეზი ინდოეთის ოკეანის სამხრეთით აიღო. 7 საათიანი ფრენის შემდეგ კი ოკეანეში ჩავარდა. მის ასეთ მარშრუტს ვერც ერთი რადარი ვერ დააფიქსირებდა, რადგან ეს არის მრავალ 1000 კილომეტრიანი ღია სივრცე ოკეანეში. სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილიდან უახლოესი სანაპირო დასავლეთ ავსტრალია და იქამდე მინიმუმ 2000 კილომეტრია. გაუჩინარებამდე ფრენის ტრაექტორიაც ხელოვნურად იყო შეცვლილი, რაც კიდევ ერთი უცნაური რამ იყო. მიუხედავად ხანგრძლივი სამუშაოებისა, მხოლოდ და მხოლოდ პატარა ნაგლეჯი იპოვა სამაშველო სამსახურმა. არც შავი ყუთი და არც სხვა დეტალი არ არსებობს. ეს კი კიდევ უფრო იდუმალებით მოცულს ხდის ამ საქმეს. MH370-ის გაუჩინარებამ მრავალი ქვეყნის საავიაციო კომპანია კიდევ დააფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თვითმფრინავის თვალყურის დევნება მთელი ფრენის განმავლობაში, თუნდაც ისინი მიფრინავდნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც რადარებზე არ ჩანს. რეისი 522. აღნიშნული ფაქტი გახლავთ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი შემთხვევა თანამედროვე ავიაციის ისტორიაში. დღემდე ვერავინ გაიგო თუ რატომ მოხდა ასეთი ტრაგედია რეისზე, რომელიც ყველა პარამეტრის მიხედვით იდეალური უნდა ყოფილიყო. Boeing 727 კვიპროსის ქალაქ ლარნაკადან პრაღაში მიფრინავდა, მაგრამ აფრენიდან ძალიან მალე ის საბერძნეთის მთებში ჩამოვარდა და დაიმსხვრა. აფრენიდან უკვე 5 წუთში ბორტზე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, მაგრამ რატომღაც ეს ხმა ჩვეულებრივი აფრენის კონფიგურაციის მსგავსი იყო. სწორედ ამიტომ ეკიპაჟმა ამ სიგნალს ყურადღება არ მიაქცია. როგორც კი თვითმფრინავი 5500 მეტრზე აფრინდა, მომენტალურად ბორტზე ჟანგბადის ნიღბების ჩამოყრა განხორციელდა ავტომატურად. ეკიპაჟთან დაკავშირება ვეღარ ხდებოდა, რადგან ისინი ამ დროისთვის უკვე უგონო მდგომარეობაში იყვნენ ჰიპოქსიისგან. თვითმფრინავი ავტოპილოტით აგრძელებდა ფრენას. ყველა მაჩვენებელი ჩართული იყო, თუმცა არ შეინიშნებოდა არც ერთი მოძრაობა. მგზავრები ადგილზე გაშეშდნენ, მათ გონება დაკარგეს უჟანგბადობის გამო და თითოეული მათგანი გათიშული იყო. ბორტთან კონტაქტი
ფაქტი ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც ხელისუფლებამ სიტუაციის გასარკვევად ორი რეაქტიული თვითმფრინავი F-16 გაგზავნა. ისინი მიუახლოვდნენ უკვე 10,000 მეტრზე მყოფ ბოინგს და დაინახეს, რომ პილოტის კაბინა ცარიელი იყო. მომენტალურად მათ დაინახეს, როგორ მიხოხავდა ბორტგამცილებელი და ჟანგბადის ნიღაბი გაიკეთა. თუმცა საწვავი უკვე მთავრდებოდა და თვითმფრინავის სიმაღლეს კარგავდა. ის უკვე განწირული იყო. ერთადერთი რაც შეეძლო ბორტგამცილებელს გაეკეთებინა იყო ის, რომ შეეცვალა თვითმფრინავის მიმართულება და აერიდებინა ის დასახლებული პუნქტიდან. რამდენიმე წუთში ბოინგი მთა შეეჯახა და ნაწილებად დაიშალა. მოხდა აფეთქებაც, რამაც ყველა მგზავრის სიკვდილი გამოიწვია. 121 მგზავრიდან ყველა დაიღუპა. ამ ავიაკატასტროფამ ავიაკომპანიის გაკოტრებაც გამოიწვია. ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მოულოდნელი და წარმოუდგენელი ავიაკატასტროფა. რეისი 311. ეს შემთხვევა კი ისტორიაში შევიდა როგორც საუკეთესო გაკვეთილი პილოტებისთვის. კარგად ჩანს ამ შემთხვევაში თუ რა შეიძლება მოხდეს მთიან რაიონში ფრენისას და როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ დროს გამოცდილმა პილოტმა. 1992 წლის 31 ივლისს ტაილანდური რეისი 311 ბანგკოკიდან კატმანდუში მიემგზავრებოდა. აღნიშნული აეროპორტი ნეპალში პირდაპირ მთებშია გაკეთებული. ლუკლას მცირე ზომის აეროპორტი ევერესტის რაიონში ერთადერთია. მას ხშირად ჰიმალაის კარიბჭესაც კი უწოდებენ. აეროპორტი ზღვის დონიდან 2845 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტად ითვლება. რადგანაც აქ ძალიან მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია და მთიანი რელიეფია. ეს ყოველივე კი იქ დაშვებას ან აფრენას ძალიან ართულებს. აქ უკვე შემდგომში ერთ კრიტიკულ დეტალს ვაწყდებით, რომლის გამოც მოხდა საშინელი ავიაკატასტროფა, რომელმაც 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფრენისას მომენტალურად თვითმფრინავი რადარებიდან ქრება. მან ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე. რამდენიმე დღეში კი მისი ნამსხვრევები ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს. იმ დროისთვის ახალი პილოტი, რომელსაც მხოლოდ 2 თვის გამოცდილება ჰქონდა, დისპეჩერებს ატყობინებდა, რომ ვერ ახერხებდა დაშვებას ტექნიკური გაუმართავობის გამო და კიდევ ერთ წრეზე წავიდა, რომ მეორე ცდაზე განეხორციელებინა დაშვება. მაჩვენებლებმა შეატყობინეს მას, რომ ძალიან ახლოს იყო მთებთან, მაგრამ რატომღაც მან ყურადღება არ მიაქცია ამ შეტყობინებას. შედეგად ის 3500 მეტრის სიმაღლის კლდეს შეეჯახა და თითოეული მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. არაფერი გადარჩა საღი, მხოლოდ ერთი დიდი შავი ლაქა იყო კლდეზე დარჩენილი და უამრავი პატარა ნამსხვრევი მიწაზე. რეისი JL-40 დასავლეთ ბენგალში დაიწყო სამაშველო ოპერაცია იმისთვის, რომ მოეძებნა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის დეტალები და გაეგოთ გადარჩა თუ არა ვინმე, მაგრამ ადგილზე მისულმა მაშველებმა აღმოაჩინეს სულ სხვა თვითმფრინავის დეტალები, რომელიც 35 წლის წინ უკოლოდ გაქრა. ასე მოულოდნელად ამოიხსნა ავიაციის ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცული შემთხვევა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ექსპერტებს მოსვენებას უკარგავდა, რადგან ვერავინ ამოხსნა აქამდე გაუჩინარებული JL-40-ის საიდუმლო. თვითმფრინავი მცირედი დაზიანებით ტყეში იპოვეს. ბორტზე ასულ მაშველებს კი საშინელი სურათი დახვდათ ადგილზე. 92 ადამიანის ჩონჩხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 35 წლის წინ ის გაიტაცა ორმა დამნაშავემ. შემდეგ ვერ შეძლოს თვითმფრინავის გაკონტროლება და ტყეში დაეშვნენ. სასწაულებრივად თვითმფრინავი არ დაიმსხვრა, მაგრამ დაცემისას მგზავრები მაინც დაიხოცნენ. შესაბამისად, ათწლეულების შემდეგ ის მაინც აღმოაჩინეს და ადგილზე 92 გარდაცვლილი მგზავრის ჩონჩხიც იპოვეს. Stardust-ის CS-59. უკანასკნელი 70 წლის მანძილზე Stardust-ის შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული შემთხვევა, რაც კი ავიაციის ისტორიაში მომხდარა. Stardust-ის სამგზავრო თვითმფრინავი იყო, რომელიც კომპანია BCAA-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავი უბრალოდ სივრცეში აორთქლდა. არანაირი იმედი არ დაუტოვებია იმისა, რომ ვინმე ოდესმე აღმოაჩენდა მის კვალს. თვითმფრინავს ბუენოს-აირესიდან სანტიაგოში განსაკუთრებული მგზავრები გადაჰყავდა. ეს ყოველივე ფილმის სცენარს გავს, რადგანაც თვითმფრინავი იყო იდეალური სამიზნე ბოროტმოქმედისთვის. მოგზაური ბიზნესმენები და ბრიტანელი დიპლომატები. საკმაოდ მოთხოვნადი ხალხის თავშეყრა მოხდა ამ თვითმფრინავში. 1947 წლის 2 აგვისტოს ისინი თვითმფრინავში ჩასხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინ საკმაოდ სახიფათო გზა იყო, რომელიც პირდაპირ მთების თავზე ფრენას გულისხმობდა, პილოტის პროფესიონალიზმი არ წმუნებდა მგზავრებს, რომ ეს იყო უბრალოდ ლამაზი ფრენა, რომელთაც დატკბებოდნენ და მშვიდად ჩააღწევდნენ დანიშნულების ადგილამდე. თუმცა მალევე თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო არგენტინის და ჩილეს სამხედრო ძალები. მათ მთები ცხენებით და ფეხით შემოიარეს, ეძებდნენ ჰაერიდანას, თუმცა თვითმფრინავის კვალი არსად ჩანდა. მხოლოდ 1998 წელს არგენტინელმა ალპინისტმა აღმოაჩინა საშინელი რამ. აღნიშნული თვითმფრინავის ძრავის ნაგლეჯი, რომელიც სანტიაგოდან 80 კილომეტრში მთის მწვერვალზე ეგდო. 2000-იან წლებში ჩატარდა კიდევ ერთი სამძებრო ოპერაცია. შედეგად იპოვეს რამდენიმე ნაგლეჯი თვითმფრინავის და ადამიანის ცულები. 2002 წელს დნმ-ის ანალიზმა წაჩვენა, რომ ეს ცულები ბორტზე მყოფებს ეკუთვნოდათ.
ნაცვლად. თუმცა რეალურად რა გახდა იმის მიზეზი, რომ თვითმფრინავი მთებში ჩავარდა და დაიმტვრა, დღემდე უცნობია და ალბათ არც არასდროს გახდება ცხადი. რეისი 35.05 დაუბრუნდეთ ისევ ძველ წლებს, როდესაც ავიაცია არც ისეთი განვითარებული იყო, როგორც დღეს არის და კატასტროფები ბევრად უფრო ხშირად ხდებოდა. თუმცა თვითმფრინავის უგზო-უკლოდ გაუჩინარება არც იმ დროს იყო ნაცნობი მომენტი და არც ახლა. სწორედ ასეთი რამ დაემართა წყნარი ოკეანის ავიახაზის თვითმფრინავს. 1951 წელს რეისი 35.05 37 მგზავრით აფრინდა. მიმართულება იყო ტოკიო. 45 წუთის შემდეგ წესით თვითმფრინავი ჯერ ალასკაზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე თვითმფრინავი არ მისულა. ავიაკომპანიამ ეს ამბავი მაშინვე ხელისუფლებას შეატყობინა და გამოცხადდა მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავი სადღაც გაყინულ მთებში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი და მოქმედი სამხედროები იყვნენ. შესაბამისად, ამ შემთხვევამ მთელი ქვეყანა და მსოფლიო მოიცა. საზოგადოება ალაპარაკდა სამხედროების გაუჩინარებაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გაუჩინარებამდე არანაირი შეტყობინება არ ყოფილა ბორტიდან. თითქოს ეკიპაჟს წინასწარ არც უგრძნია საფრთხე. ყველაფერი მიუთითებდა მოულოდნელ უბედურებაზე, რომლისთვისაც ეკიპაჟი მოუმზადებელი იყო. რა მოხდა საბოლოო ჯამში? მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამძებრო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ხმელეთზე თუ წყლის ქვეშ ყველაფერი შეამოწმეს მაშველებმა, მაინც ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი კვალი. თვითმფრინავი უბრალოდ ჰაერში აორთქლდა. B-47. დიახ, ეს უკვე განვიხილა. თვითმფრინავი შეიძლება გაუჩინარდეს და ვერავინ შეძლოს მისი ვერც ერთი დეტალის აღმოჩენა. მაგრამ როდესაც ასეთ თვითმფრინავს რაღაც უჩვეულო, განსაკუთრებული და სახიფათო ტვირთი გადააქვს, საიდუმლო ბევრად უფრო საინტერესო და საშიში ხდება. 1956 წელს სამხედრო ბოინგი B-47 ფლორიდის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და მაროკოში უნდა დაშვებულიყო. აღსანიშნავია, რომ მთელი ფრენის მანძილზე სამხედრო ბოინგის საწვავით შევსება უნდა მომხდარიყო ორჯერ. პირველად ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა როდესაც მეორე შევსების დრო მოვიდა, ტანკერმა ვერ იპოვა B-47. ის ჰაერში არ იყო, არსად ჩანდა. გამოცხადდა სამძებრო სამუშაოები და შემოწმდა ასეულობით კილომეტრის რადიუსში ცა და მიწა. B-47 არსად ჩანდა, უბრალოდ გაქრა. არც ნამსხვრევი, არც ეკიპაჟის წევრის კვალი, არც მოწმეები და მოკლედ საერთოდ არაფერი. ეს შემთხვევა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან საზოგადოებაში შიში გამოიწვია. ყველაფერი კი იმის გამო იყო, რაც ბორტზე იმყოფებოდა. ბოინგს ორი უზარმაზარი კაფსულა გადაჰქონდა, იქ კი მოთავსებული იყო ბირთვული ბომბის გასაკეთებლად გამზადებული მასალები. თავად კაფსულა თავისით ვერ აფეთქდებოდა, ის არ იყო დასრულებული ბომბი, მაგრამ ვისაც ის ჩაუვარდებოდა ხელში, ალბათ შეძლებდა გამანადგურებელი იარაღის შექმნას. ამ შემთხვევაზე დეტალები უცნობია. არც გახმაურებულა ხელისუფლების მხრიდან და დღემდე საიდუმლოებით მოცული რჩება. რეისი 712. აღნიშნული ავიაკატასტროფიდან უკვე 55 წელი გავიდა, მაგრამ ექსპერტები მცირედითაც კი ვერ მიუახლოვდნენ მიზეზს. მათ არ იციან, რატომ ჩამოვარდა ეს თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში კუნძულ ტუსკართან ზღვაში. რეისი 712 ჩვეულებრივ ფრენას ახორციელებდა. რუტინულად, ამჯერადაც თავის მიმართულებით მიფრინავდა. აღნიშნული რეისი უკვე არაერთხელ ჰქონდა შესრულებული ბოინგს. იმ წელს ირლანდიაში ზამთარი საკმაოდ ცივი გამოდგა. შესაბამისად, ფრინველებმაც მიგრირება დაიწყეს მასობრივად. დღეს სწორედ ეს ვერსია რჩება მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოდ. ფრინველის ჯგუფთან შეჯახება. პრაქტიკულად სხვა ვერსია არც არსებობს, რადგან ყველაფერი სხვა უბრალოდ ცდება ლოგიკას. კიდევ ერთი ვერსიით, ბრიტანული სამხედრო გემი პენელოპა ახორციელებდა სამწვრთნელო სროლებს ამ ტერიტორიაზე. შესაძლოა სწორედ მისი ნასროლი რაკეტა მოხვდა თვითმფრინავს, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა ვარაუდია. იდუმალებით მოცულ სხდის გარემოება რაც ეხება ამ გემს. ზუსტად იმ დღის ჩანაწერები გაქრა სამხედრო გემი ჟურნალიდან, რომელ დღესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბოლოს რაც თვითმფრინავის ბორტიდან გახდა ცნობილი იყო ის, რომ პილოტებმა სიმაღლე 3500 მეტრამდე შეამცირეს. ამის მიზეზიც უცნობია. სხვა ყველა დეტალი კი ნისლით მოცულია დღემდე. თვითმფრინავის ნამსხვრევი კუნძულიდან 15 კილომეტრში იპოვეს. რეისი 967. კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება, რომელიც ეხება რეის 967-ს. ეს მოხდა ლოს-ანჯელესის ტოკიოს ფრენისას. აშკარა გახდა, რომ თვითმფრინავი დაიმტვრა, მაგრამ არსებობს რამდენიმე გარემოება, რაც განსაკუთრებით ბევრ კითხვას აჩენს. თვითმფრინავს მართავდა 55 წლის ბრაზილიელი კაპიტანი ჟილბერტო სილვა. ის ძალიან გამოსტილი პილოტი იყო და მან უკვე გადაარჩინა ერთხელ ბოინგი და შეძლო საავარიო დაშვების გახორციელება. თვითმფრინავზე ასევე იყო რამდენიმე $1,000,000 ღირებულობის ტილოები, იშვიათი
ნახატები, რომლებიც ტოკიოში გადაჰქონდათ. გზად არ მომხდარა არანაირი ინციდენტი. ეკიპაჟს არ გაუგზავნია არანაირი შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ყველაფერი მოულოდნელი იყო. იქნებ ეს უბრალოდ ძარცვა იყო და ნახატები გაიტაცეს, ვინ იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი თეორია. იქნებ თვითმფრინავმა გადაკვეთა აკრძალული ზონა და ჩამოაგდეს. ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არანაირი გამაფრთხილებელი სიგნალი არ არსებობდა. შესაძლოა ის წყნარ ოკეანეს ჩავარდა, მაგრამ მთლიანი ტერიტორია ფრენის არეალი დეტალურად შემოწმდა. კვალი არსად იყო, უბრალოდ გაქრა ჰაერში რადარებიდან. ყველასთვის ცნობილი DB კუპერი 1971 წელს მოხდა ისეთი იდუმალებით მოცული შემთხვევა, რაც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ეს არის ამბავი, რომელზეც დღემდე საუბრობენ. სახელი DB კუპერი უკვე დამკვიდრდა მსოფლიოში და ხშირად მას იყენებენ იდეალური გატაცების ან ძარცვის აღსაწერად. 1971 წლის 24 დეკემბერს ქალაქ პორტლანდის აეროპორტში მამაკაცი, რომელიც ავიაკომპანია Northwest Airlines-ის წარმომადგენელს DB კუპერად გაეცნო, ყიდულობს $20 სიეტლამდე ბილეთს და თვითმფრინავში ჯდება. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა რეისებზე უსაფრთხოების წესები საკმაოდ სუსტი იყო. მგზავრებს არც საბუთებს თხოვდნენ და არც პარკს უმოწმებდნენ. მამაკაცი ჩაჯდა თვითმფრინავში, შეუკვეთა ვისკი და მშვიდად სვავდა სასმელს. მაგრამ სიეტლში დაშვებისას გასაოცარი რამ მოხდა. აფრენიდან მალევე მამაკაცმა ბორტგამცილებელს კონვერტი მიაწოდა და წაკითხვა სთხოვა. იქ ასეთი რამ ეწერა: "ქალბატონო, მე ჩანთაში ბომბი მაქვს და მე მას ავამოქმედებ. თუ საჭიროდ ჩავთვლი. გთხოვთ, გვერდით დაჯდეთ." მან მთელი თვითმფრინავი და მასზე მყოფი ადამიანები მძევლება დაიყვანა. ის $200,000 ითხოვდა და 4 პარაშუტს. მას მიუტანეს $200,000. 36-მა მგზავრმა გატაცების შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად, დაშვების შემდეგ მათ ავიალაინერი დატოვეს. მიწაზე ჩასვლის უფლება კუპერმა კიდევ 2 ბორტგამცილებელს მისცა, მაგრამ საინტერესოა, რომ ორივე პილოტი, ბორტინჟინერი და 1 ბორტგამცილებელი მძევლად დაიტოვა. 4 პარაშუტის მოთხოვნის შემდეგ პოლიციამ იეჭვა, რომ ბორტზე დარჩენილი ეკიპაჟის წევრები კუპერის თანამზრახველები იყვნენ, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა. კუპერმა ბორტგამცილებელს პილოტების კაბინეტში შესვლა სთხოვა. გამტაცებელმა მოიკიდა ზურგზე პარაშუტი, აიღო თავისი $200,000 და გადმოხდა. ის წვდიათში გაუჩინარდა ღამით. DB კუპერის საქმე ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ძარცვა და გატაცება. ამ კაცის შესახებ დღემდე არანაირი ცნობა არ მოიძებნება. ხდება ისეც, რომ ადამიანი ავიაკატასტროფას ცოცხალი აღწევს თავს, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა. ასეთი ადამიანია სწორედ ვესნა ვულოვიჩი. გინესის რეკორდსმენი ქალი, რომელიც ითვლება პარაშუტის გარეშე ყველაზე დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილ ადამიანად, რომელიც გადარჩა. თუმცა ეს მის დაუნებურად ავტომატურად მოხდა. რეისი JAT-367 კოპენჰაგენის ზაგრების მიმართულებით ფრენისას 10,000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თვითმფრინავი სპეციალურად იქნა აფეთქებული ერთ-ერთი მგზავრის მიერ, რადგან მან ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აიტანა. 22 წლის ვესნა ბორტგამცილებელი იყო. იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა შეეცვალა სხვა ბორტგამცილებელი. ფრენის დროს ვესნა თვითმფრინავის კუდში იმყოფებოდა. აფეთქება კი წინა ნაწილში მოხდა. თვითმფრინავის უკანა ნაწილი მთაში დიდ თოვლში დაეცა. თვითმფრინავის ნაგლეჯის დაცემამდე ის გადმოვარდა და თოვლში ჩავარდა. კატასტროფის შემდეგ ის 10 დღის განმავლობაში კომაში იყო და კიდევ 16 თვეს იწვა საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც გამოჯამრთელდა, ის წავიდა ისევ ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე მისთვის ხანგრძლივი ფრენა აღარ შეიძლებოდა. მას დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი. ვესნას შემთხვევა მართლაც რომ გასაოცარია. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და დაელოდეთ შემდეგს. წინ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. დროებით.